მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგებით 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3.914.000 კაცს შეადგინა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად კი მოსახლეობის რაოდენობა 3.713.804 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წელში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200.000-დაა გაზრდილი. ამოხსნებულმა შედეგებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და საზოგადოების ნაწილში კითხვებიც გაჩნდა. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა დამატებითი განმარტებაც გააკეთა. თოდრაძის თქმით, ეს წარმოადგენს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობას და შესაბამისად მასში ქვეყანაში მოკლევადით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ შედიან. ის განმარტავს, რომ აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე და ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავდნენ 12 თვეზე მეტხანს. თუმცა საქსტატმა საქართველოს მოსახლეობა ჩათვალა მხოლოდ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ის უცხოელები, რომლებიც აღწერის დროს ქვეყანაში იმყოფებოდნენ 1 წლის და მეტი ხნის განმავლობაში. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განმარტა, რომ მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგია არ შეცვლილა და შარშანაც იმ კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს, როგორც 2014 წელს. მეთოდოლოგიაზე, რიცხვებზე და პასუხგაუცემელ კითხვებზე ვისაუბრებთ საქმის კურსის ეთერში. გოგიტა თოდრაძე გვერდება პირდაპირ ეთერში, რომელიც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორია. ბატონო გოგიტა, შუადღემშვიდობის მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემოყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო გოგიტა, სანამ დავიწყებთ მე და თქვენ საუბარს, საქმიან დილაში გსტუმრობდნენ ბატონო გიორგი ჟვანია და ნიკოლოზ შურღაია. მათ შევთავაზეთ და დაგიტოვეს თითო კითხვა. მოდი მოусმინოთ ამ კითხვებს და შემდეგ დავიწყოთ ასე თქვა ჩვენი ინტერვიუ. როგორ დავრწმუნდეთ თქვენს მიუკერძოებლობაში? რა პარამეტრები არსებობს, როდესაც ხედავ, რომ სასამართლოში ასეთი რაღაცების სიყალბები ნიშნებია. როგორ ავთქვათ, რომ თქვენთან არის ანკარობის ოაზისი და ყველაფერი თანმიმდევრო და წესრიგში. ესე რო არ ემთხოვა ციფრები, რა ობიექტური პარამეტრებით, რა მიუკერძოებელი, ვინ მიუკერძოებული ადამიანების სიტყვებით ან ციფრებით შეიძლება დავწმუნდეთ, რომ რასაც თქვენ გვაჩვენებთ მართალია. სერიოზული ეჭვები მიჩნდება, დამარწმუნეთ პატივცემულობა. ინტერვიუში, როდესაც გამოაცხადა მან შედეგები, ბატონმა განაცხადა, რომ 1 წელიწადში გვეტყვიან საბოლოოში. არა მარტო საბოლოოს, ან საიდან გაჩნდა ეს 200.000. გავგვარკვიან მეთოდოლოგიაში, იმიტომ ორივე რიცხვი არის 3.700.000 არის ოფიციალური, 3.900.000 არის ოფიციალური. უნდა გავგვარკვიან საიდან გაჩნდა ეს განსხვავება და პირველ რიგში მეთოდოლოგია აგვიხსნა. ბატონო შეკითხვებს მოусმინეთ. ბატონო ნიკოლოზ შურღაიას ნაწილი, პირველი კითხვის ნაწილი ეხებოდა ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც, ამიტომ დემოგრაფიით მოდი დავიწყოთ და შემდეგ ეკონომიკურ ნაწილს გადავიდეთ. დაგვარწმუნეთ იმაში, რატომ უნდა ვენდოთ ამ შემთხვევაში რიცხვებს. დემოგრაფიის ნაწილში, როგორც ბატონმა გიორგი ჟვანიამაც განმარტა, საიდან გაჩნდა მეთოდოლოგია, შეიცვალა თუ არა, ამასთან დაკავშირებით, მოკლედ რა პასუხი აქვს საქსტატს? ესე იგი, საქსტატი ხელმძღვანელობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მეთოდოლოგიით, არა მხოლოდ საქსტატი, არამედ მთელი მსოფლიო ქვეყნები, რომლებიც ატარებენ აღწერას. მეთოდოლოგია არის აბსოლუტურად იდენტური, ანუ მოსახლეობის აღრიცხვისას გამოვიყენეთ ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც გამოყენებული იქნა არა თუ 2014 წელს, არამედ 2002 წლის მოსახლეობის აღწერისას. შესაბამისად, აღნიშნული მეთოდოლოგიის მიხედვით მოსახლეობის აღწერის ობიექტს წარმოადგენს ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები მოსახლეობა. ეს შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები. ისინი ჩვენ მიუხედავად ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობისა გამოვიკითხეთ იმისთვის, რომ გამოგვერკვია ისინი ცხოვრობდნენ თუ არა 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში. და თუ დაფიქსირდა სტატუსი, რომ ის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არ მქონე პირი ცხოვრობდა ჩვენს ქვეყანაში 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რა საკვირველია აღწერის მეთოდოლოგიის მიხედვით ის ჩაითვლება უცხო ქვეყნის მოქალაქე ამ ჩვენ მუდმივ მოსახლეობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობის ზრდის მიზეზზე, როცა გვეკითხებიან, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი გვექნება მოქალაქეობის მიხედვით,
მათ შორის ეროვნების მიხედვით როცა გამოვაქვეყნებთ მონაცემებს, რაზეც ხო, მან უშუალოდ საინტერესო რამდენიმე თემაა, მათ შორის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, ანუ აქ პოლიტიკური თემა შემოდის, რომ ამორჩევლების რაოდენობა და ამ შემდეგ. ამიტომ, ანუ პასუხები გვექნება 2026-ში, ხო, ამ კითხვებზე, რომელიც დღეს არსებობს. ამის შესახებ ჩვენ აღწერის დაწყებამდეც კი განვაცხადეთ, რომ წინასწარი შედეგები ცნობილი იქნება 2025 წლის ივნისში, დეტალური შედეგები, მათ შორის სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობას რაც გვაძლევს, ის შედეგები იქნება 2026 წლის ივნისში. და შესაბამისად, აქ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით აბსოლუტურად პარალელს ვერ გავალებ, მათ სხვა მიზანი აქვს, ჩვენ სხვა მიზანი აქვს. CESCO ამ შემთხვევაში ადგენს აბსოლუტურად სხვა მეთოდოლოგიით საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეების რაოდენობას, ხოლო ჩვენი დაკვირვების ობიექტი გახლავთ მუდმივი მოსახლეობა. აქვე აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ესე იგი, ჩვენ 2014 წელს შევატარეთ აღწერა, მაგრამ აღწერათა შორის პერიოდში ასევე გვაქვს მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვა, ხო? ანუ რას ნიშნავს? საფუძველი გახლავთ 2014 წლის აღწერის შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომელსაც ემატება ბუნებრივი მატება, ანუ დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის სხვაობა და ემატება მექანიკური მატება, ანუ იმიგრანტებს და ემიგრანტებს შორის სხვაობა. და შედეგად ვიღებდით მთელი ამ პერიოდის მანძილზე მონაცემებს, ასე ვთქვათ, მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ. მაგრამ ეს მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვის მონაცემები რო იყოს ყოვლის მომცველი და აბსოლუტურად ზუსტი, მაშინ მოსახლეობის აღწერები რატო უნდა ჩატარებულიყო? მაშინ ქვეყნები მოსახლეობის აღწერას არ ჩაატარებენ. ხო, ეს მიმდინარე დემოგრაფიული მონაცემები ეხლა ცხების სასწაულია შევიდეთ ნახევარსაათს და არის გარკვეული განსხვავება 200,000 მიმდინარე დემოგრაფიულ აღრიცხვასა და მოსახლეობის აღწერას შორის. მაგრამ საერთაშორისო მიდგომა და საერთაშორისო სტანდარტი გვეუბნება ჩვენ იმას, რომ უპირველესი წყარო მოსახლეობის რიცხოვნობის და ზოგადად დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ არის მოსახლეობის აღწერა. მოსახლეობის აღწერა. ამის სიზუსტეს ის უზრუნველყოფს, რომ პირველი საერთაშორისო სტანდარტებით იქნა ჩატარებული მეთოდოლოგიით, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით იყო, ასე ვთქვათ, განხორციელებული მონაცემთა შეგროვება, მათ შორის სრულიად ელექტრონულად და მესამე ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა 2024 წლის აღწერა, როდესაც ჩვენს ხელთ არსებობდა და არსებობს მრავალრიცხოვანი ადმინისტრაციულ მონაცემთა წყარო, რომელიც ჩვენ გვაძლევს არა მხოლოდ აღწერის შედეგად მიღებული მონაცემების ვალიდაციის შესაძლებლობას, არამედ სხვადასხვა მოცვის თვალსაზრისით გაუმჯობესების შესაძლებლობას და შესაბამისად ეს ჩვენ გამოვიყენებთ, რომელსაც იყენებს მთელი მსოფლიო, რასაკვირველია. ანუ ქვეყნების დიდი ნაწილი, განვითარებული ქვეყნების ნაწილი რეგისტრებზე დაფუძნებულ აღწერებს ატარებს და ჩვენი მომავალიც ეს იქნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი უკანასკნელი სრული მოცვით საყოველთაო აღწერა. მომავალ 10 წლის შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ რეგისტრებზე დაფუძნებულ მოსახლეობის აღწერას, ანუ რეგისტრები იქნება ამის საფუძველი იქნება 2024 წლის აღწერა, მაგრამ იმ პარამეტრების შესაგროვებლად შერჩევითი კვლევა ჩატარდება, რომელსაც მთელი განვითარებული ქვეყნები აკეთებს. ბატონო გოგიტა, დარწმუნებული ვარ, იქნებიან ადამიანები, ვინც გვიყურებს ან შემდეგ ნახავს ამ ვიდეოს, ვისთანაც არ ყოფილა, ასე ვთქვათ, უშუალოდ საქმის წარმომადგენელი აღწერაში მონაწილე პირები. როგორ აგროვებთ ამ ინფორმაციას, რომ აუხსნათ დამახურებას? ესე იგი, ბუნებრივია, არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში დარწმუნებული ვიყოთ ამაში, 100%-იანი მოცვა მოსახლეობის აღწერის დროს არ ხერხდება. ზოგი უარს ამბობს, ზოგის მიგნება შეუძლებელია, ზოგი არაერთი მისვლის შედეგად მაინც არ დახვდა სახში ჩვენს წარმომადგენელს და ასე შემდეგ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, მოსახლეობის აღწერა არ გულისხმობს მხოლოდ პირისპირ ინტერვიუს სახით მონაცემების შეგროვებას. ანუ პირისპირ ინტერვიუს სახით მონაცემები არის დიდი მასივის, ასე თქვა, შესახებ ინფორმაცია, ამას ემატება ალტერნატიული წყაროდან მიღებული ინფორმაცია, მაგალითად მეზობლიდან გარკვეული დოზით მიღებული ინფორმაცია, მაგალითად ამხანაგობის თავმჯდომარედან მიღებული და შემთხვევით არ მიხსენებია ის 10-მდე 12-მდე ადმინისტრაციულ მონაცემთა წყარო, რომელიც გახლავთ მაგალითად მოსწავლეთა რეესტრი, სტუდენტთა რეესტრი, ასე ვთქვათ, ბინადრობის მქონე პირთა მონაცემთა ბაზა, სოციალური დახმარების მიმღებთა მონაცემთა ბაზა, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემები, შესაბამისად აქ არის პენსიონერთა ბაზა და ასე შემდეგ. აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ ვამბობთ, რომ მოსახლეობის რიცხოვნობა აღწერის შედეგების მიხედვით გაიზარდა 200,000-ით, ხო? მოდით გადავხედოთ აბსოლუტურად დამოუკიდებელ ავტონომიურ, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ მონაცემებს და რა დინამიკა ვლინდება იქ.
მაგალითად, პენსიონერთა მონაცემთა ბაზა 2014 წელს ქვეყანაში იყო 700.000 პენსიონერი. 2024 წლის მონაცემებით არის 860.000. ანუ დაახლოებით 160. ისინი არაპენსიონერებში ხო გავიდოდნენ 2014. ანუ უყურეთ, მოდით შევხედოთ ხონობაში იყვნენ ისინი. ანუ რა თქმა უნდა, მაგრამ მე რას ვამბობ, რომ თუ ჩვენი მოსახლეობის ბაზა გაგეზარდათ უბრალოდ პენსიონერების და მარტივად. მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა და ვიღაცებს აქვს უჩნდება კითხვითი ნიშანი, რატომ გაიზარდა. პირველი ვამბობ, რომ ამასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას საზოგადოებას ვიუწვით ერთ წელში, მაგრამ ადმინისტრაციულ წყაროებს შევხედოთ. პენსიონერთა რიცხოვნობა ამ წელიწადში გაიზარდა 160.000-ით. მოსწავლეთა რაოდენობა იყო 2014 და გახდა 60-ის და თავი მაგას. პენსიონერთა რაოდენობა არის 700.000-დან გაზრდილი, ხო? მოსწავლეთა რიცხოვნობა 550.000 იყო, გახდა 640.000. სტუდენტთა რიცხოვნობა 125.000 იყო, გახდა 185.000. მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა რაოდენობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი 6.000-დან 37.000-მდე. ანუ შეიძლება მაშინ მოცვაში ვერ მომხდარიყვნენ, მაგრამ ამ ბაზიდან გამომდინარე მოხდნენ მოცვაში. ანუ რატო გეკითხებით ახლა? არა, ის ცალკე წყაროა, ჩვენი აღწერა არის ცალკე წყარო. ეს უფრო ზუსტი წყაროა, ხო? უბრალოდ ადმინისტრაციული ის. ადმინისტრაციული წყარო არის რაღაცა გარკვეული მიზნობრივი მაჩვენებელი, არა, უფრო ზუსტ ვერ ვიტყვით. ის მოქალაქეები აღწერაშიც არიან მოხვედრილი, მაგრამ ის არის ჩემგან დამოუკიდებელი. თუ ვინმეს ჩემს წყაროში ეპარება ეჭვი, გადახედოს ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროს. ამას გულისხმობ, თორემ რაიმე ხარვეზი აქვს ადმინისტრაციულ წყაროსო, ან რაიმეზე ზუსტიაო, ამაზე საუბარი არ გქონია. სულ აი ჯამში თუ ესეც ერთი წლის შემდეგ ეცვენება, რამდენ ოჯახში იყვნენ მისულები წარმოებული? აი ოჯახების რაოდენობა ზუსტად დაახლოებით მილიონზე მეტი ოჯახია, შინამეურნეობაა ჩვენს ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასე ვთქვათ, ზუსტად ერთ წელიწადში. კი ბატონო, ეკონომიკურ ნაწილსაც მინდა რომ შევეხო ბატონი კოშულღეს კითხვა იყო, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, იქ წინაპირობა იყო რამდენიმე მაჩვენებელი შემოთხოვს, დისტემპი შემცირებულია, ანუ რითი არ წმუნებთ, ასე ვთქვათ, თუნდაც ნიკოლოზ შულღაიას რომ ეს არის გამჭვირვალე პროცესი და უნდა ენდონ საკითხს. უპირველეს ყოვლისა ვარწმუნებთ იმით, რომ ალბათ ვერავინ ვერ იტყვის, ვერც ერთ შემთხვევას ვერ დაასახელებს, რომ საქსტატის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია ოდესმე ყოფილიყო გაუმჭვირვალე. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ პროფესიული საუბრებისთვის. მე არაერთხელ შემითავაზებია ნებისმიერ დაინტერესებული მომხმარებლისთვის. იქნება ეს ბიზნესის წარმომადგენელი, აკადემიური წრის წარმომადგენელი თუ ნებისმიერი პოლიტიკოსი. თუ ვინმეს ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ გამოყენებულ წყაროსთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ გამოყენებულ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით აქვს შეკითხვები, შეუძლია დასვას და მიიღებს ამომწურავ პასუხს. შეუძლია მოიწვიოს ადგილობრივი ექსპერტები, საერთაშორისო ექსპერტები, არც მაგის პრობლემა გვაქვს. ჩვენ ვამბობთ და დავასაბუთებთ ნებისმიერ შემთხვევაში, რომ ვიყენებთ მეცნიერულად დასაბუთებულ და საერთაშორისო დაღიარებულ მეთოდებს, მაგრამ ამის რევიზიას თუ რამდენად სწორად შეესაბამება ჩვენი ნათქვამი ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ამის შესახებ საერთაშორისო რევიზიებს აკეთებენ ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები, როგორიცაა ევროსტატი, როგორიცაა გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისინი აკეთებენ სიღრმისეულ შესწავლას და ანალიზს ჩვენს მიერ გამოყენებულ წყაროსთან, მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ეს რეპორტები, ხელმისაწვდომი არა მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე, თუ ვინმეს ჩვენს ვებგვერდთან დაკავშირებით კითხვითი ნიშანი აქვს, არამედ ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის, ასე ვთქვათ, ვებგვერდებზე და შესაბამისად ჩვენ ნებისმიერი მაჩვენებლის ზრდის თუ შემცირების მიზეზი ყოველთვის ვიცით. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას სრულად იმ მონაცემებზე, რაც გამოქვეყნდება ჩვენს მიერ. მადლობა ბატონ გოგიტა თოდორაძე იყო ჩვენი სტუმარი, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი. ვემშვიდობებით მას ერთად ვასრულებთ საქმის კურსის გამოშვებასაც.